ყოფილი იმედელები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ 2 წლის შემდეგ 2007 წლის 7 ნოემბერს დაზარალებული ჟურნალისტების საქმე სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო. იმედის ყოფილი თანამშრომლები საქართველოს მთავრობას ევროკონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ. დღეს მათ თამარ ბუბაშვილი ესაუბრა. და როგორც ახლა გვაცნობებენ ტელეკომპანია იმედთან უკვე სპეცრაზმის ძალებია მობილიზებული ისინი უკვე შემოიჭრნენ ტელეკომპანია იმედში. ტელეკომპანია იმედის ყოფილი თანამშრომლები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საქმე სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტელეკომპანია იმედის 2007 წლის 7 ნოემბერს დაზარალებული ყოფილი ჟურნალისტების საქმე დასაშვება ცნო და საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაცია დაიწყო. 2010 წელს იმედის 10-მა ყოფილმა ჟურნალისტმა საქართველოს ხელისუფლებას ბრალი საქმის არაეფექტურ გამოძიებასა და ევროკონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევაში დასდო. ყველა საქმეში არის გასაჩივრებული მესამე მუხლის დარღვევა, ანუ დამამცირებელი და ადამიანური მოპყრობა. ყველა საქმეში არის გასაჩივრებული ევროკონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა, ანუ ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა. ზოგ შემთხვევაში გასაჩივრებულია მე-5 მუხლი, იმიტომ რომ მოხდა ადამიანთა დაკავება და მათ თავისუფლება აღიკვეთათ. ზოგ შემთხვევაში პირად და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, იმიტომ რომ მეუღლეები მუშაობდნენ ერთად. სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქმის წარმოებაში მიღება იმას ნიშნავს, რომ მასალები საქართველოს ხელისუფლებას გაეგზავნება. ლია მუხაშავრია ამბობს, რომ მთავრობამ განმარტებები ევროსასამართლოს დადგენილ ვადებში უნდა წარუდგინოს და ისიც უნდა გადაწყვიტოს აღიარებს თუ არა ბრალდებებს. ყველა მათგანი გასაჩივრდა 2010 წელს და მე ვფიქრობ, რომ სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე 2010 წლის შემდეგ ეს სწრაფი პერიოდია. თუმცა ვადები არ არსებობს. გითხრას რომ დაგვეტოვებინათ ტელევიზიის შენობა, ბიჭები ეყარენ იატაკზე. იმედის ყოფილი ჟურნალისტი თია სიჭინავა 2007 წლის 7 ნოემბრის საღამოს იხსენებს, როდესაც ტელევიზიაში სპეცრაზმის შესვლა მხოლოდ მას შემდეგ დაიჯერა, რაც უცხო პირები უკვე შენობის პირველ სართულზე იმყოფებოდნენ. 7 ნოემბრის საღამოს საეთეროში იმედის კიდევ ერთი ყოფილი ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძეც იყო. ტელეკომპანიის დარბევის შემდეგ თითოეულმა მათგანმა ინდივიდუალური სარჩელი მოამზადა და საკუთარი უფლებებისთვის სამართლებრივი გზით ბრძოლა დაიწყო. ერთხელ მაინც ერთი პრეცედენტი უნდა დაიშოს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე კონკრეტულად აგოს პასუხი კონკრეტულად ჟურნალისტების მიმართ კანონ დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი პრეცედენტი მე უბრალოდ ძალიან იშვიათად მახსენდება, ან საერთოდ არ არსებობს. მახსენდება 2 წლის წინანდელი პრეზიდენტის განცხადება, რომელსაც თქვა, რომ ჩვენ დავხურეთ დამნაშავის ტელევიზია და ამით სახელმწიფო გადატრიალება ავაცილეთ ქვეყანას. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ასეთი ტიპის გამოთქმები სამართლებრივად გააბათილოს სტრასბურგის სასამართლო. ხმაური ისმის ტელევიზიაში და რაღაცა საშინელება ხდება. დღეს უკვე პოლიტიკოსი გიორგი თარგამაძე 2007 წელს ტელეკომპანია იმედის საზოგადოებრივ პოლიტიკური განყოფილების დირექტორი იყო. ის ერთ-ერთია იმედის იმყოფილ თანამშრომელთა შორის, რომელთა საჩივრის განხილვა დღის წესრიგში არ დგას. ამის მიუხედავად ყოფილი და ახლანდელი კოლეგების საქმის წარმოებაში მიღების მნიშვნელობაზე საუბრობს. 7 ნოემბრიდან 5 წლის შემდეგ თარგამაძე პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეშლის, მატერიალური ზარალის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს იხსენებს. ქვეყანაში როგორც საზოგადოებამ, ასევე ქვეყნის გარედან საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან მკაცრი შეფასება მისცა იმას, რაც მოხდა 2007 წლის ნოემბერში ტელეკომპანია იმედში. მაგრამ რაც შეეხება სამართლებრივ რეაგირებას, ამ თვალსაზრისით ქვეყანაში რო არაფერი გაკეთებულა, ამაზე ჩვენ ხშირად გვიწევს საუბარი. ადვოკატი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ საქმეების წარმოებაში მიღების შესახებ სტრასბურგის სასამართლოს ვებგვერდიდან შეიტყო და ოფიციალურ წერილს უახლოეს მომავალში ელოდება. ვინ იქნება საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში და კონკრეტულად რა მოეთხოვება მოპასუხებ მხარეს ევროსასამართლოსგან ოფიციალური მიმართვის შემდეგ გახდება ცნობილი.